ვიდეოში მოგიყვებით ამ ბოლო დროს რას იმშვენიერეები შევქმენი, როგორც ფისოგრაფიკოს დიზაინერმა და ვისთვის. დავიწყოთ კეიდის სანათით. მინდოდა რომ ეს სანათი უნიკალური ყოფილიყო. ამიტომ მასზე გამოვსახე კეიდი როგორც მეფე. ჩავამატე მისი სილუეტის ზურგიდან და დავაწერე მისი ნიკნეიმიც და საბოლოოდ მივიღე ესეთი მშვენიერი შედეგი. ეს სანათი და მაისურიც, რომელსაც ცოტა ხანში გაჩვენებთ, ყველასათვის ცნობილი კეიდის ფანისთვისაა და მინდოდა რომ განსაკუთრებული ყოფილიყო. მეზიზღება Golden State-ი ჩემი სუბიექტური მიზეზების გამო, რასაც NBA-ის მაყურებლები მიხვდებიან ისედაც, ამიტომ მაგ ფორმას ვერ ჩავაცმევდი. ოკლაჰომას ფორმის ჩაცმევა ძალიან მიკერძოებული და სუბიექტური პოროტება იქნებოდა, ხო და მაისურის წინა მხარეს დავიტანე ფენიქსის ჯერსით და ოკლაჰომაც ჩაუყვეხე ბლარში. გოლზე იდეალური ვარიანტი ავარჩიე. Seattle Supersonics-ი, რომელიც დღეს აღარ არსებობს. უბრალოდ დღეს ოკლაჰომა, მაგრამ თეორიულად ხომ აღარ არსებობს. თანაც სწორედ ამ გუნდიდან გავიცანით კეიდიც უმეტესობა. ჩემი ხელმოწერაც არ დამვიწყებია, რა საკვირველია. მაისურის უკანა ნაწილზე დურანტს სახეზე მივაწერე მისი ცნობილი ნიკნეიმი და ჩავაცვი OKC-ის და Supersonics-ის ერთმანეთში გარდამავალი ჯერსი, რაც ჩემი აზრით იდეალურია, რადგან კეიდი სიეტლში თამაშობდა, როდესაც ოკლაჰომად გადაკეთდა და ამის შემდეგ ზუსტად ოქსის მოთამაშედ იქცა. ბოლოში გავუკეთე წარწერა. ესაა რეპლიკა, რომელიც კევინ დურანტს ეკუთვნის ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთ მკლავზე დავიტანე საქართველოს დროშა და მივაწერე სიყვარულით საქართველოდან. ხოლო მეორე მკლავზე კალათბურთის აიქონი წარწერით მარადიული MVP KD. საბოლოო ჯამში ქსოვილი დაიბრენდა სუბლიმაციურად და შეიკერა და მივიღეთ ასეთი მშვენიერება. დიზაინზე მუშაობის პროცესში ეჭვი გამიჩნდა, რომ ავაჭრელე და გოიმობა გამოვიდოდა, თუმცა საბოლოო შედეგით მე პირადად გაოცებული დავრჩი და რამდენადაც ვიცი, ადრესატსაც ძალიან მოეწონა. როგორც ხედავთ, ჩემი რეინჯ კრიპიც აღფრთოვანებულია მაისურით და ვიდეოს გადაღებას საერთოდ არ მაცდის. თუმცა ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, თუ თავიდანვე შეიყვარებს სპორტს და სპორტსმენებს, შემდეგ TikTok-ზე ცეკვას მაინც აღარ დაიწყებს. მომდევნო სიგიჟე, რაც შევქმენი, სწორედ ამ ველური ბავშვისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ რამდენიმე უკვე სხვადმად შეიძინეს. ჩემი რეინჯ კრიპი უკვე 3 წლისაა და მისთვის ამბანის შესწავლის პროცესის გახალისების მიზნით გადავწყვიტე ეს ბარათები შემექმნა. გადავწყვიტე, რომ საბავშვო პროდუქციას, რასაც შევქმნი ხოლმე, ჩემს შვილს მივუძღვნა და პირველ რიგში მისი ლოგო შევქმენი, ბანცო ბოქსი. ამ ლოგოზე ინსპირაცია დავიღე ჩემი ბანწუს თავპირის სილუეტი და გამოვიყენე საყვარელი ფერები. ჯერ ყველა ასოს შეურჩიე შესაბამისი სიტყვა. დავხატე სიტყვები ისე, რომ ბავშვებისთვის გასაგები და მოსაწონი და საყვარლობა ყოფილიყო. იმის გამო, რომ ჩემი ბავშვი არის ცელქი და წუწაობისკენ მიდრეკილი, მოყავს მასალა არ გამომადგებოდა, ამიტომ შევარჩიე მაუგლ ტარზანებისთვის შეუვალი მასალა. ფართოფორმატიანი დანადგარის გამოყენებით დავბეჭდე წყალგამძლე სტიკერზე ჩემი მშვენიერი ასოები და ნახატები. შევარჩიე 3 მმ-იანი პევეხა, რომელსაც პატარა მონსტრები ვერც გაღეჭავენ, ვერც დაასველებენ და ვერც დაამტვრევენ, საერთოდ ვერაფერს უზავენ, სცადა უკვე ჩემმა. ჩემი თანამშრომლების დახმარებით დავჭრით და დავასტიკერეთ მასალა ორმხრივად და მივიღეთ იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მოველოდი თავდაპირველად. ეს კი შემდეგი ბანცო ბოქსის პროდუქტია, საბავშვო პლედები, რომელიც შევქმენი ჩემი უსაყვარლესი პადრუგის ვაჟისთვის, ჩემი ველურისთვის და ასევე თანამშრომლის ნიუბორნისთვის. ყველა პლედზე დავიტანე ბავშვის სახელი, დაბადების თარიღი, დაბადების დრო, წონა, ზომა
და მათთან ასოცირებული რაღაცები. მაგალითად, ყველა ის მოფერებითი ტერმინი, რომლითაც ჩემს შვილს მივმართავ ხოლმე, მათ შორის რეინჯგრიპიც. რაც შეეხება newborn-ის პლედს, ეს ცოტა განსხვავებული ვერსია, იქიდან გამომდინარე, რომ მის დედას სურდა ყოველთვის აღსანიშნავად გამოყენება, როგორც ფოტოზე ხედავთ. რასაკვირველია, ყველაფრის გადაღება ვერ მოვახერხე. არ მქონდა ამის დრო და საშუალება, მაგრამ ბოლო დროინდელ სიმშვენიერეებში ასევე შედის აკაზას ჰუდი, ძალიან პატრიოტული Deus Vult მაისური, ყველისთვის შექმნილი ლუფი და ნამი, ოკლაჰომას კედლის დეკორი, ჩემი მშვენიერ თვალებიანი შეყვარებულისთვის და კედლის დეკორი ჩემთვის, Strays გამოსახულებით, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ დამიხურავს. სირთულე და თავის მოჭრა მე. ხო, ეს ბოლოს არხი რო გამოიწეროთ, თუ არ გაქვთ გამოწერილი მაგისთვის. Tap to screen. მოკლედ დღეისათვის სულ ესაა. თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ფისოური ქმნილება მოგეწონათ ყველაზე მეტად. და რომელი ფისოური პროდუქტისთვის ისურვებდით საახალწლო გათამაშებას, რომელიც კარს მოგდგომია.